მოგესალმებით, ეს სპორტ კოუჩის მერვე გადაცემა. მადლობა ყველას, ვინც დაალაიქეთ ჩვენი წინა გადაცემები და აკომენტარეთ და გამოიწერეთ სილკ სპორტის არხი. დღეს ძალიან საინტერესო თემებს განვიხილავთ. და იმედი მაქვს მოგეწონებათ. ეს იქნება ვინისიუსის წასვლა რეალიდან, ასევე ვისაუბრეთ ლიონელ მესის სტუმრობაზე ბარსელონაში, ასევე ვისაუბრეთ UFC-ის რაღაც საკითხებზე და ასევე სტრესზეც გაგესაუბრებით. დაალაიქეთ ეს ვიდეო და დავიწყოთ. მაშინ დავიწყოთ პირველი თემა. ხშირად მეკითხებიან ბატონო თემურ, რატომ მიდის ვინისიუს ჟუნიორი რეალიდან? ძალიან საინტერესო кейსია, რადგან თითქოს კარგი ხელფასიც აქვს ვინისიუს, კარგ ქალაქში არის, მაგრამ მაინც აპირებს წასვლას. აქ ერთი ვარიანტია, რომ ჩაბი ალონსოსთან თუ გნებათ ხაბი ალონსოსთან კონფლიქტი, მაგრამ აქ მეორე ვარიანტია, ჩემი ვარაუდი არის ეგო. ვინისიუს ჟუნიორს აქვს ძალიან დიდი ეგო, რადგან რომ გითხრათ როგორ შევადაროთ, პატარა ბავშვს რომ შევადაროთ, პატარა ბავშვი წარმოიდგინეთ, რომელსაც ყოველთვის ეუბნებიან, რომ საუკეთესო ხარ, დააშავე, რამე არ აუშავ, შენ მაინც კარგი ხარ, შეგვაგინე, არ აუშავს, უნდა შეგეგინები და იგივე იყო, რომ პერესმა ვინისიუს ჟუნიორ თავიდანვე გაანებივრა, ასე რომ ვთქვათ, გააზულუქა, სულ აქებდა, შენ ყველაფრის უფლება გაქვს, ეს გააკეთე, ის გააკეთე და მივედით იქ, სადაც მივედით, ეხლა ვინისიუს გონია, რომ ის რეალზე მაღლა დგას და ასე ვთქვათ, ისე მაღალი პოზიციიდან საუბრობს, ამიტომ ხდება ეს ყველაფერი, რომ ის თითქოს ცდილობს რეალი მოაქციოს მარყუჟებში, მაგრამ ვაღიარებთ, რომ ვინისიუს ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია, უბრალოდ მისი ხასიათები ძალიან ისეთია, რეალის გულშემატკივრების ცოტა გამაბრაზებელი, მაგრამ დარწმუნებული ვარ მე, რომ პერესი მიხედავს ვინისიუს ჟუნიორს, ასე ვთქვათ, შესაბამის პირობებს შესთავაზებს, რადგან ვინისიუს ჟუნიორის შესანარჩუნებელი ფეხბურთელია, თან პერეს აქვს გამოცდილება ასეთ ვარსკვლავებთან მუშაობის, იმიტომ რომ პერესის ხელში იყვნენ ბექემი, ზიდანი, რონალდო, დრენტე ალბათ ყველა მისით ლეგენდარული ფეხბურთელი, სადაც დრენტემ ასე ვთქვათ, მოათვინიერა პერესმა, რა თქმა უნდა, ვინისიუსაც მოათვინიერებს და რეალის ფანებამ მინდა რომ შვიდად იყოთ, რადგან ფიქრობ, რომ ვინისიუსის დარჩება და ისინი ერთად გააგრძელებენ სვლას და ვფიქრობ, ერთად მიაღწევენ ბევრ წარმატებას. შემდეგი თემა, ეს არის მესის ვიზიტი ბარსელონაში, ძალიან ემოციური ფაქტი, ალბათ ყველამ ნახეთ კადრები, როგორ ჩავიდა ლიონელი ბარსელონაში, ესტუმრა ახალ კამპ ნოუს, ასევე ძალიან კარგი კადრი იყო, როცა შეყვარებული წყვილი კოცნაობდა ქუჩაში და შემთხვევით მათ ვიდეოში ლიონელმა ჩაიარა, მე იმ ბიჭის ადგილას იქვე დავშორდებოდი იმ გოგონას და გავეკიდებოდი მესის ფოტოს გადასაღებად, მაგრამ ამ ბიჭმა ეს არ გააკეთა, ის თავისი არჩევანია. ასევე ძალიან საინტერესო იყო მოქმედება, რომ ის ყოველგვარი დაცვის გარეშე წავიდა სტადიონზე, მას გვერდით ახლდა მისი მასაჟისტი და როდრი დე პაული, ანუ საძმაკაცო წავიდა სტადიონზე, როგორც ჩვენ საძმაკაცო მივდივართ სახინკლეში. იგივეა მესისთვის სახინკლე, ჩვენთვისაც ხომ ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის სახინკლე. იგივეა კამპ ნოუ მესისთვის, ის არის მნიშვნელოვანი ადგილი, ამიტომ მივიდა იქ და ძალიან ემოციური იყო ეს ყველაფერი. აქვე ამ ყველაფერს გაგვიჩინა ბარსელონას ფანებს იმედი, რომ ხომალ ბრუნდება მესი ბარსელონაში, მაგრამ იქვე ბატონმა ჟოან საზიზღარმა ლაპორტამ განაცხადა, რომ ეხლა ის არ გეგმავს ბარსელონაში დაბრუნებას ლიონელ მესის და ამაზე ძალიან ასე რომ ვთქვათ გაუბრაზდით ბარსელონას ფანები და მე როგორც კი გაუბრაზდით ჟოან ლაპორტამ განაცხადა რომ მოდი ჩვენ მესის ძეგლს გავაკეთებთ ბარსელონასთან სტადიონზე. ეს რა თქმა უნდა იყო შემორიგება გულშემატკივრების, მაგრამ ჩვენ ბარსელონას გულშემატკივრები ამას არ შევჭამთ. ასევე გავრცელდა ინფორმაცია რომ მალე არის ბარსელონას საპრეზიდენტო არჩევნები გუნდის და იმ მეორე ასე ვთქვათ ლაპორტას მოწინააღმდეგე კანდიდატი არის მესის, ასე ვთქვათ, მესისთან დაახლოვებული პიროვნება და მესი იმ კანდიდატს უჭერს მხარს და იმ პიროვნება განაცხადა, მე თუ მოვიგებ არჩევნებს, პირველ რიგში დაურეკავ ლიონელ მესის, ასე რომ საინტერესო არჩევნები გველოდება და მაინც არ დაკარგოთ ბარსელონას გულშემატკივრობა იმედი და მე მაინც მაქვს იმედი, რომ ლიონელი დაბრუნდება იქ, საიდანაც დაიწყო და ყოველთვის გახსოვდეთ ერთი რამ, რომ თუ ბარსელონა, ესე იგი ლიონელ მესი, თუ ლიონელ მესი, ესე იგი ბარსელონა. შემდეგი თემა, მე მეკითხა ბატონო თემურ, თქვენ ნებაზე რომ იყოს UFC თეთრ სახლში რა ჩხუბებს ჩაანიშნავდით. ძალიან საინტერესო кейსია და ჩემ ნებაზე რომ იყოს, იქ არა მარტო
პროფესიონალ მებრძოლებს, აი ზოგად ცნობილ ადამიანებსაც დავაფიქსირებ და ვაჩხუბებდი, აი მაგალითად, როგორ გითხრათ, ბრედ პიტი და სტივენ სიგალი, დიდი სიამოვნებით ვნახავდი, როგორ სცემს სიგალს ბრედ პიტი, ასევე ანჯელინა ჯოლი, კეითი ფერი, იმიტომ რომ ეს უნდა იყოს შოუ და ჩემი აზრით ამ ადამიანების ჩხუბი ძალიან შოუს და სანახაობრივი იქნება, ასე რომ ვთქვათ, აი თუ საქართველოში ჩატარდება ასეთი რამ, დიდი სიამოვნებით, ასე რომ ვთქვათ, მე ავიღებდი ამ ყველაფერს ჩემ თავზე და მე ვიქნებოდი მატჩმეიკერი და შევქმნიდი ასეთ ჩხუბებს, მაგალითად, მერაბ სეფაშვილი და სტეფანე, ძალიან საინტერესო ჩხუბი იქნება, მინდა გითხრათ, ლელა წურწუმია, ნინო ჩხეიძე, ასევე ძალიან საინტერესო ჩხუბი, მიშა ანდღულაძე, ნიკა არაბიძე, ან დავაორგანიზებდი აი ამ ჩხუბებს და ვფიქრობ, შოუ ნამდვილად იქნება თუ დონალდ ტრამპი უყურებს აი ამ გადაცემას, ჩემი აზრით, მოეწონება ეს ჩემი იდეა და იქ არა მარტო UFC-ს მებრძოლებს, ასევე ცნობილ ადამიანებსაც აჩხუბებს და იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფრიდან წილი მეც შემხვდება. და ბოლო თემა სტრესი. ბევრი სპორტსმენი მეკითხება, ბატონო თემურ, როგორ გავუმკლავდეთ სტრესს? ძალიან საინტერესო ამბავია, რადგან როცა თამაში მოდის, თამაშის წინა დღეები არის ძალიან სტრესული, ან თამაშის წინა დღეს ვერ დაძინება არის ხშირი პრობლემა. და რა ვქნათ, ბატონო თემურ, როგორ მოვაგაროთ ეს ყველაფერი? ძალიან საინტერესო და ჩემი პასუხი არის ერთი რამ. ჭაჭა. აუცილებლად თქვენ თამაშის წინ მიმართავ ფეხბურთელებს უნდა დალიოთ 50 გრამი ჭაჭა, რადგან მოდუნდეს თქვენი სხეული და თქვენ გემრიელად დაგეძინოთ. თუ ერთი ჭიკა არ გეყოთ, დაამატეთ მეორე, თუ ორი არ გეყოთ, დაამატეთ მესამე, თუ სამი არ გეყოთ, მეოთხე დაამატეთ, თუ 4 ჭიკა არ ახსოვამ, შენ ფეხბურთელი კი არა, ლოთი ხარ, ასე რომ დააბალანსეთ ეს ყველაფერი, ასე რომ ვთქვათ, დააბალანსეთ ჭაჭასთან ურთიერთობა და მერწმუნე ჭაჭაც დააბალანსებს შენთან ურთიერთობას და ჩემის აზრით ეს არის წარმატების საწინდარი, რადგან წინა ღამით დამშვიდებული ძილი რა შვება მეორე დღეს შენ შანსს გაძლევს თუ 100% დაიხარჯო, ასე რომ ემეგობრე ჭაჭას და ჭაჭა გემეგობრება შენ. მაშასე გადავიდეთ ჩვენს შემდეგ რუბრიკაზე მწვანე ბილეთი, რომლის სპონსორია როგორც იცით ჯუმა ვინსი, კომპანია რომელიც 6 წლის წინ გაუქმდა, მაგრამ მე მაინც არ ვღალატობ ამ კომპანიას და მაინც ვამბობ რომ ჩემი სპონსორია. მაშასე ძალიან საინტერესო სამ თამაშს შემოგთავაზებთ და იმედი მაქვს რომ დაგეხმარებათ ეს ყველაფერი და მოიგებთ კიდევაც. ეს არის City West Ham-ის X2. ეხლა რატომ X2? იმიტომ რომ თქვენ მიკითხავთ რომ როგორ შეიძლება City-მ წააგოს West Ham-თან, მაგრამ ნახეთ რა ხდება აქ. გავრცელებული ინფორმაციით ერლინგ ჰალანდი რომელ სტეიკსაც მიირთმევს და ეს სტეიკი რა რომელი ღორიდანაც მზადდება, როგორი ღორებიდანაც მზადდება, ფერმაში მოხდა ძალიან ცუდი რაღაც, მეპატრონე ფერმის დათვრა და ეს ღორები გაექცა. ანუ ეს იმას ნიშნავს რომ ამ კვირაში ჰალანდი შეჭამს სხვა ღორის სტეიკს, რომელიც შესაძლოა არ იყოს ისეთი ნოყიერი, როგორც ეს ღორიას, რომ ეს რაც გამოიწვევს ცოტა გამოფიტვას, ფორმიდან ამოვარდება და თუ ჰალანდი ფორმიდან ამოვარდება, ანუ ესე იგი City-საც პრობლემები ექნება, ასე რომ City West Ham-ის X2 ან ფრეი იქნება, ან წააგებს City, მერწმუნედ გაითვალისწინეთ ეს ასე ვთქვათ კუში და აუცილებლად დაგეხმარებათ. შემდეგი არის იუვენტუსი რომა, ჩემის აზრით ეს არის ერთიანი აუცილებლად, რადგან ეს მატჩი იმართება 20 დეკემბერს და ზუსტად ასე რომ ვთქვათ 3 წელი გადის იქედან, როცა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო არგენტინამ და იმ გუნდში რა თქმა უნდა თამაშობდა იბალა და ამ შემთხვევაში რა მოხდება? იბალას გაახსენდება თამაშის დროს აი ეს მომენტი, როგორ მოიგეს მათ მსოფლიო ჩემპიონატი, ცოტა ემოციები მოვაწვება, გადავაფიქრებით სხვა რაღაცეებზე ვიდრე მატჩზე, ამით ისარგებლობს იუვენტუსი და აუცილებლად დაამარცხებს რომას, ასე რომ გაითვალისწინეთ ეს მერწმუნე ძალიან ასე ვთქვათ 99%-ით მართებული კუშია იუვენტუსი რომა ერთიანი და შემდეგი თამაში ალ-ჰაზემი ალ-იტიჰადი საუდის არაბეთის ლიგა და ეს არის ორიანი აუცილებლად, რადგან გავრცელებული ინფორმაციით ალ-ატიჰადის ასეთ შეგვიძლია ვთქვათ პრეზიდენტმა მთლიანად ქალაქი იყიდა ალ-ჰაზემი, ანუ ალ-ჰაზემი იყიდან გუნდიან ფეხბურთელიან ადამიანებად ყველა იყიდა, ამიტომ არაა გამორიცხული რომ ეს თამაშის წინ 22-ვე ფეხბურთელი ვინც გუნდში ირიცხება, გადმოიყონოს თავის გუნდში და ავტომატურად მოგება ჩაერთვლება ალ-იტიჰადს, ასე რომ ეს კუში ჩაინიშნეთ მერწმუნედ დიდი ვარაუდით გამართლდება და თქვენც მოიგებთ მოსაგებს და იმედია მეც დამაფასებთ და წილში გამიყვანთ. ერთი სიტყვით მადლობა ყველას, ვინც გვიყურებდით, ვინც დაალაიქეთ ეს ვიდეო, ვინც გამოგვიწერეთ და ყოველთვის გახსოვდეთ რომ თუ სპორტი, ესე იგი სპორტი, თუ სპორტი, ესე იგი სპორტი.